მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს. Ჩვენი დღევანდელი თემა ისევ შეეხება დელეგატებს და აი მე მგონი ზოგი არ იყო წინა ლექციაზე სამშაბათს და ჩანაწერი რა თქმა უნდა დევს, მაგრამ მაინც ცოტა მონახაზი გავაკეთოთ, რომ ცოტა აზრზე ვიყოთ ეხლა რასაც ავხსნით დღეს. ჩვენ ავახსენეთ ის, რომ დელეგატი ეს არის ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც ინახავს მეთოდების მისამართებს. ანუ მეთოდებთან არის კავშირში. ჩვენ აქამდე ვინახავთ რაღაცა ინფორმაციებს, int-ტიპის მონაცემებს, string-ი, რაღაც char-ი, რაღაც მონაცემებს ვინახავთ, მაგრამ ესე მეთოდის შენახვა ჩვენ აქამდე არ შეგვხვედრია. და დელეგატი გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ შევინახო მეთოდები. თუმცა შეგახსენებთ, რომ არ არის ესე, რომ ნებისმიერი მეთოდის შენახვა შეუძლია. შეუძლია, ოღონდ ჩვენ თავდაპირველად ვწერთ თუ როგორი ტიპის მეთოდები უნდა იყოს, ანუ რას უნდა აბრუნებდეს, რა პარამეტრები უნდა ჰქონდეს, რომ მაგის მიხედვით იცოდეს პროგრამამ, რომ აი დავუშვათ ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ, მესამე ხაზზე გვაქვს აგერ შექმნილი დელეგატი operation, რომელიც არაფერს არ აბრუნებს და რომელსაც ორი პარამეტრი აქვს აქ, ხო? ორივე int ტიპის. ანუ აწი operation delegate როცა შეიქმნა, როცა აგერ operations გამოვიყენებ, operation ტიპს როცა გამოვიყენებ, აუცილებლად მოვათავსებ ისეთ მეთოდს, რომელიც ასევე არაფერს არ აბრუნებს და ასევე ორივე პარამეტრი არის int ტიპის. ერთი პატარა მაინც ის რო იყოს განსხვავება, ვერ შეინახავს ამ operation ერთ ცვლადში მაგ მეთოდს. აი მაგალითად subtract-ი ხომ აქვს აქ ორივე int-ია და აბრუნებს, ხო? მე რო ეხა აქ დაბლი დავწერო მაგალითად. ავტომატურად აირება. იმიტომ რომ operation delegate მაქვს რომ აუცილებლად ორივე int-ი უნდა იყოს პარამეტრი და არაფერს არ უნდა აბრუნებდეს. მე კიდე აქ subtract-ი მივანიჭე, რომელიც კი არაფერს არ აბრუნებს, მაგრამ ერთი ტიპი int-ია, მეორე დაბლია, განსხვავებულია. ასე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა, ანუ ერთნაირ მეთოდებს, სხვადასხვა მეთოდებს ესე ვერ შევინახავ ამ დელეგატში. როცა ამ დელეგატს ვიყენებ, მაგრამ თუ კი რაღაცა სხვა მეთოდის შენახვა მსურს, რომელიც განსხვავებულია ამ ასე ვთქვათ, ამ მახასიათებლებისგან, რომ ორივე int-ია და არაფერს არ აბრუნებდეს, მაშინ მე სხვა დელეგატს შევქმნიდი და იმ დელეგატს გამოვიყენებდი მაგ კონკრეტულ მეთოდზე. ასე რომ ჩვენ რამდენიც გვინდა იმდენი დელეგატი შეგვიძლია შევქმნათ და ასე ვთქვათ, მეთოდების მისამართები შევინახოთ. რატომ ვამბობ მეთოდების? იმიტომ რომ მე აქ არ ვარ შეზღუდული. მე შემიძლია შევინახო ერთი ან ერთზე მეტი მეთოდის მისამართი. მაგალითად, როცა მე მაქვს აქ დელეგატი და მიწერია აგერ ეს რომ void-ია და ორივე int-ი უნდა იყოს პარამეტრად, მე შემიძლია როგორც subtract-ი ასე ვთქვათ მივანიჭო, ასევე დავუმატო კიდევაც. მაგალითად, sum მეთოდის მივუმატე, multiply მეთოდის მივუმატე და ამ operation ერთ ცვლადს ეხა აქ sum მეთოდის მისამართზე წვდომა. რას ნიშნავს sum მეთოდის მისამართზე აქვს წვდომა? როდესაც მე ამ operation ერთს გამოვიძახებ და გამოძახება ხდება აი ესე და გადავცემ უკვე შესაბამის რიცხვებს, ხო? დავუშვათ 3 და 4. ამ შემთხვევაში რა მოხდება? გამოვიძახებ სამივე მეთოდს, როგორც subtract-ის მეთოდს, ასევე sum-ის, ასევე multiply მეთოდს. რა მიწერია აქ? ეს არ მინდა, მოდი, ცოტა ხანი და გავუშვით. subtract-ზე გამოაკლო 3-4 და -1 გააკეთა, sum მეთოდზე 3+4 გააკეთა და multiply-ზე 3x4, ანუ 12 დასვა. ანუ სამივე მეთოდი გამოვიძახა ამ შემთხვევაში. ასე რომ მე არ ვარ შეზღუდული დელეგატებზე, რამდენიც მინდა იმდენი მეთოდი შემიძლია, იმდენი მეთოდის მისამართი შემიძლია მივცე. როგორც შემიძლია ესე მივუთითო, ასე შემიძლია გამოვაკლო კიდევაც.
და აგერ მაგალითიც მაქვს, რომ გამოვაკელი აქ subtract-ის მეთოდი და რო გამოვიძახე ეს operation-ი 3 და multiply მეთოდი გამომიძახა მარტო. ხო? ნუ ეს იმიტომ რომ უკვე subtract-ის მეთოდის მისამართი ამ operation ერთს ცვლაც აღარ აქვს წვდომაში. და ნუ ესეთი რაღაცები განვიხილეთ ჩვენ წინა ლექციაში. თუმცა ეს არის დელეგატი, რომელიც ჩვენი შექმნილია. ჩვენ ვუთითებთ, რომ აი ეს დელეგატია, ერქვას ეს, უნდა აბრუნებდეს void-ს, ორივე პარამეტრი int-ია. აი ნებისმიერი სახის, ნებისმიერი მახასიათებლის ნუ დელეგატი შემიძლია მე შევქმნა. თუმცა არსებობს ჩაშენებული დელეგატები C#-ში, რომელიც ძალიან ეხმარება რაღაცების გაკეთებაში რა. ეხლა მოდი გავარჩიოთ. ამისთვის არსებობს ასე ვთქვათ 3, ნუ C#-ში არსებობს 3 ჩაშენებული დელეგატი. ძირითადად. ეს არის action-ი, ეს არის funky და ეს არის predicate. სამივეს რაღაც თავისი დატვირთვა აქვს. და მოდით ნელა გავარჩიოთ რა საკეთებს. და ნუ ნელა წინ წავიწევით რა. თვითონ ამ სამს საკუთარი თვისებები გააჩნია და გააჩნია სიტუაციას რა დროს რა მჭირდება. ანუ ესე არ არის რომ ყველა შემთხვევაში ან actions გამოვიყენებ ან functs ან predicates. ეგრე არ არის. გააჩნია სიტუაციას, იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა იერარქია აქვს. ეხლა მოდი გავარჩიოთ ეგ კარგად. action-ი არის ისეთი დელეგატი, რომელიც დაკავშირებულია ისეთ მეთოდებზე, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. უბრალოდ რაღაცა მოქმედებას აკეთებს. ანუ დასაბრუნებელი ტიპი არის ამის void action-ის. მოდი გავაკეთოთ. აი სადღაც, აი აქ დავწეროთ action. აი ესე. action ესეთი სიტყვა. და ნახეთ რომ მივიტანე, მე უნდა რომ დელეგატიაო, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. ეხა გაჩნია როგორ მეთოდების შენახვა მინდა ეხა ამ დელეგატში. დავუშვათ, უნდა ჰქონდეს მას პარამეტრი თუ არ უნდა ჰქონდეს პარამეტრი. მოდი მაგალითად ისეთი მეთოდი მივცეთ მას მისამართი, რომელიც არაფერს არ აბრუნებს და დავუშვათ print-out-ს hello world-ს. მაგალითად. მოდი რაღაცა მეთოდი შევქმნათ აქ. მოდი აქ static void-ი უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ actions void-ი ეხმიანება და რა ვიცი, action method დავარქვათ. არ ვიცი რა, უბრალოდ დავარქვათ. რომელიც print-out-ს hello world. როგორც ხედავთ, აქ პარამეტრი საერთოდ არ მაქვს. ნუ ჯერჯერობით მოდი უპარამეტროთ გავაკეთოთ. void-ს აბრუნებს. ესე იგი ეს მეთოდი action-ისთვის მისაღები უნდა იყოს ეს და რიგით. მივიდეთ ახლა ამასთან. action. ამის მერე ჩვენ აუცილებლად სახელი ხო გვჭირდება, ცვლაც ხო უნდა იყოს სახელი. ეს ტიპია დელეგატის. აქ უნდა დავწეროთ სახელი ცვალის. მაგალითად რა action 1 ერქვას. უდრის action method. აი ეს. ამ action 1 ცვლაც მე მივანიჭე ამ მეთოდის მისამართი. ეს მეთოდი რა შვება? print-out hello world-ს განსაკუთრებულ არაფერს. ანუ როგორ გავარკვიო ეხლა მე რომ ნამდვილად მუშაობს ეს დელეგატი. action 1 გამოვიძახოთ. აი ეს. ანუ დაინახავთ რომ თვითონ ცვლადზე ვუთითებ აქ ფრჩხილებს. ანუ აქ კი არ ვწერ ფრჩხილებს, როცა ფრჩხილი ყოველთვის ნიშნავს გამოძახებას. როცა ფრჩხილს ვუთითებ მეთოდს, ესე იგი ის მეთოდი იძახება. აი, operation 1 და ფრჩხილები გაიხსნა. რაღაცა კონკრეტული მეთოდი როცა არის ხოლმე, წერ მეთოდს და ფრჩხილებს ხურავ, ხო? ეს ნიშნავს გამოძახებას ყოველთვის. თუ მეთოდის აღწერა არ ხდება მაგალითად. იმიტომ რომ მეთოდის აღწერა როცა ხდება, აი აქ. აქ ფრჩხილი იხსნება და იხურება, ხო? აქ სხვა დატვირთვა აქვს ამას. ამ დროს მეთოდი იქმნება. მაგრამ სადღაც მე
თუ კი სად მეთოდის სახელი და ფრჩხილი იხსნება, ფრჩხილი იხურება, ეს ნიშნავს აუცილებლად, რომ იძახება მეთოდი. ანუ პროგრამა უნდა შევიდეს ახლა იქ და გაარკვიოს რა ხდება, როგორ ხდება. რა გვიწერია იმ კოდში. შევიდეს და წაიკითხოს. ასე რომ ამ შემთხვევაში დელეგატზე მე ცვლადზე ვუთითებ მეთოდის სახელს უბრალოდ, ფრჩხილებს არ ვუწერ და ვიძახებ აქ. მოდი ამას ვიზავ, დავკომენტარებ. ნახოთ. Operation 1 doesn't exist. რა უნდა ვერ გავიგე? ეს დასაკომენტარებელი მაქვს. ხო. აბა ახლა გავუშვოთ. დაიპრინტა hello world. ესე იგი რა მოხდა ახლა, ხო? ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენი ცვლადი ინახავს ამ მეთოდის მისამართს და როცა ვიძახებ ამას, რა თქმა უნდა, action მეთოდი იძახება. ნუ დაიპრინტა hello world. ეხლა მაგალითად მე შემიძლია თუ არა რომ ამ ცვლადს სხვა მისამართებიც მივაბა. რატომ არ შემიძლია? რა მიშლის ხელს? წესდარიგით უნდა შეიძლებოდეს. მოდი print algo უნდა იყოს აქ. ეს. და აბა მოდი მივუმატოთ ამ ცვლადს ლიუს უდრისით. ეს. ეხლა ამ შემთხვევაში action 1-ს აქვს ორი მეთოდის მისამართი. როგორც ეს, ასევე ეს. და მე რო გამოვიძახო ეხლა ეს action 1, რა მოხდება? რა თქმა უნდა გამოიძახება, რა თქმა უნდა შევა ორივეში და დაპრინტავს hello world, hello algons. ნუ აქ დიდად მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს ჯერ რომელია და მერე რომელი. მაგრამ ანუ პირველი რა მისამართიც აქვს, ჯერ იმას ნახულობს და მერე მეორეს. ეს. ანუ action ისეთი ტიპია დელეგატის, რომელიც ისეთ მეთოდებს ეხმიანება, რომელიც არაფერს არ აბრუნებს. დასაბრუნებელი ტიპია void. ეხა რა იქნება მინდა რომ ისეთი მეთოდები შევინახო ამ action-ში, რომელსაც პარამეტრებიც აქვს. პარამეტრი იქ რაღაც. აი რაღაცა. აქ გადავცეთ რაღაც ტექსტი და დაიპრინტოს hello და მოდი name იყოს და hello name დაიპრინტოს აქ. მოდი ბარემ ისეთი რამე დავწეროთ. hello plus name. ეგეთი რამე გქონდეს. ეხლა ეს action მეთოდი არის ისეთი მეთოდი, რომელიც voids კი აბრუნებს და actions კი ეხმიანება, მაგრამ აქ პარამეტრი მაქვს. და ნახეთ რომ მივიდანო ახლა მე უნდა მიწითლებს, იმიტომ რომ action-ი, მარტო action-ი არის ისეთი დელეგატის ტიპი, რომელიც არაფერს არ აბრუნებს და არც პარამეტრები არ აქვს. ნახეთ? Encapsulated a method that has no parameters and doesn't return a value, ხო? და ეხლა რა გავაკეთო? ხო? ამისთვის action-ი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ცოტა სხვანაირად უნდა ჩავწეროთ. ვწერთ ესე. action-ი და ნაკლებობის ფრჩხილი, მეტობის ფრჩხილი. და აი აქ ვწერ იმ ტიპებს. ანუ რა ტიპის აქვს, ანუ რა ტიპის პარამეტრები გაქვს შენ. აი ძალიან გავს როცა ჩვენ ჯენერიკებში გავიარეთ. ჯენერიკებში ხო იყო ეს რომ t და მერე რომ ასე ვთქვათ t-ს რო წერდით კლასში და მერე რომ ასე ვთქვათ პროგრამ C-ში როცა ვქნიდით შესაბამის რაღაცა კლასს ნაკლებობა მეტობის ხლებში ვანთავსებდით იმ კონკრეტულ ტიპს. აქაც უბრალოდ იგივეა. action-ში მე როცა შევიდე აქ კარგად არა აქ. აი t აქვს რა. ანუ აქაც ჯენერიკი აქვს, ასე ვთქვათ, გამოყენებული. ერთგვარი ის არის რა. ნუ t და მე აქ ვუწერთ იმ კონკრეტულ values, ხო? int-ია ის string-ი თუ ასე შემდეგ. ანუ აი აქ ნაკლებობა მეტობის ფრჩხილებში მე ვწერ
ჯერ ერთი რამდენი პარამეტრი მინდა რომ იყოს და რა ტიპის უნდა იყოს ეგ პარამეტრები. მე თუ მაგალითად ეხა დავწერ strings, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს ისეთი დელეგატი, რომელიც არაფერს არ აბუნებს, მაგრამ ერთი პარამეტრი აქვს string ტიპის. მე თუ ეხა აქ მძიმეს დავწერ და მეორე იმას დავწერ კიდე, დავუშვათ, რავი, int-ი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი დელეგატი მაქვს, რომელსაც ორი პარამეტრი აქვს, string-ი და int-ი. და ისეთ მეთოდებს მოელის, რომელიც ასევე არაფერს არ აბუნებს და აქვს ორი პარამეტრი, string-ი და int-ი. ასე რომ, ნუ ამ შემთხვევაში მე რადგან იქ ერთი პარამეტრი მაქვს მარტო, მოდით დავტოვოთ ერთი და დავიწყოთ. action ერთი ერქოს ამასაც უდრის და მოდი დავწეროთ action მეთოდი. აბა რამე კითხვა ხო არ არის ჯერჯერობით? შემოვიდე. ხო, აქ არ დაწერილა არაფერი, ესე იგი სხვაგან იყო ის messages ისა. ხმა. ხო, action მეთოდი გამოვიძახე, მაგრამ რო გამოვიძახე, ამას არგუმენტები ხო უნდა. მოდი დავწეროთ. დავუშვათ Nika. აი ეს, მაგრამ ნუ აქ არ იწერება. აქ ჩვენ მარტო მეთოდს წერთ ესე და გამოძახება, ანუ როცა გამოყედება მინდა, მაგ დროს უნდა დავწერო action 1, ჭხილს ხსნი და აქ წერ უკვე შესაბამის მონაცემს. ვთქვათ Nika. აი ეს. ესე იგი, ცვლადი, რომელშიც მოვათავსე მე აი ეს მეთოდის მისამართი და მერე გამოვიძახე. აბა მოდი გავუშვათ და ვნახოთ. Hello Nika. შოუბრად დავიჭდა. აბა აი აქ თუ არის რამე გავგებარი. რაც ახსენე ჯერჯერობით და კითხვებს ველი კიდე. შემოვიდე. Okay. კარგი. კითხვები თუ არ არის. აჰა, კაი. კითხვები თუ არ არის, მაშინ გავაქცევთ. ანუ action-ზე დავიმახსოვროთ. თუ კი პარამეტრი არ მინდა ისეთი მეთოდების შენახვა, ან თუ ისეთი მეთოდების შენახვა მინდა, რომელსაც პარამეტრი არ აქვს და არც არაფერს აბუნებს, მაშინ ვწერ უბრალოდ actions. უბრალოდ ესე ვწერ. თუ მინდა ისეთი მეთოდების შენახვა, რომელიც ერთს ან რამდენიმე პარამეტრს, ასე ვთქვათ, ერთი ან რამდენიმე პარამეტრი აქვს, მაშინ აი ესე გამოვიყენებ actions, მერე ნაკლები ვშლი, მეთოდი ვშლი და აქ ვწერ უკვე კონკრეტულად მას რამდენიც გამიხარდება, ანუ რა ტიპები უნდა იყოს. რაც შეეხება რამდენი პარამეტრი უნდა იყოს მაქსიმუმი. მე მგონი არის 16. აი რა შეიძლება დაგჭირეთ 16 პარამეტრი არ ვიცი, მაგრამ ნუ 16 არის. actions-ზე. და ნუ დავიმახსოვროთ, რომ აბრუნებს voids. სხვა რამეს ვერ დააბრუნებს ეს. მე რო ხა აქ action მეთოდში return-ი გავაკეთებ სადღაც. return 5-იან რომ ეწეროს აქ. და ეს რო int ტიპს აბრუნებდეს. აუცილებლად error-ზე გავალ. იმიტომ რომ action მეთოდი has the wrong return typo. ხო, ნუ ეს იმიტომ არის, რომ თვითონ action-ი არაფერს არ აბრუნებს და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მივაბა ისეთი მეთოდი, რომელიც რაღაცას აბრუნებს. int-ს აბრუნებს ამ შემთხვევაში. ასე რომ action-ზე ეგ დავიმახსოვროთ. ეხა მივადგეთ მეორე ტიპს. მეორე დელეგატს. ეს არის funky. funky ეგეთი დელეგატია, რომელიც ყოველთვის რაღაცას აბრუნებს. ყოველთვის. წერ funks ესე. აქ ესე არ არის, რომ action-ზე ხო იყო, რომ
ცალკე ესეც შეიძლებოდა. აქ აუცილებლად ნაკლებობა მეტოქის ფრჩხილები მჭირდება. იმიტომ რომ აი ამ ნაკლებობა მეტოქის ფრჩხილებში მე უნდა ვუთხრა როგორც პარამეტრებზე, ასე ვთქვათ, ინტია, სტრინგია თუ რაღაცა ტიპები. ასევე ის ტიპიც უნდა ვთქვა აქ, რასაც აბრუნებს მეთოდი. ანუ მინიმუმ ერთი რაღაცა აქ აუცილებლად უნდა ჩავწერო. თუ კი მხოლოდ ერთ რაღაცას ვწერ, მაგალითად its, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ისეთ მეთოდებზე მაქვს, ასე ვთქვათ, ისეთ მეთოდების შენახვა მინდა, რომელსაც პარამეტრები არ აქვს და აბრუნებს int ტიპს. ანუ ერთი რაღაცა აუცილებლად უნდა ეწეროს. თუ კი ერთი რაღაცა აქ არის, ესე იგი ეს არის დასაბრუნებელი ტიპი. ანუ ეგ მეთოდი აბრუნებს აუცილებლად int-ს. თუ კი ორი მაქვს, დავუშვათ int და int. ანუ ბოლო ყოველთვის არის დაბრუნება რა. ბოლო ყოველთვის არის დასაბრუნებელი ტიპი. სულ რო ერთი ცალი მეწეროს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ int-ი ბრუნდება. თუ ორი მიწერია, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხო დასაბრუნებელი ტიპია და ესე იგი ეს პარამეტრია. თუ კიდე int-ი მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს ორი არის პარამეტრები და ეს არის დასაბრუნებელი ტიპი. ანუ მინიმუმ ერთი აუცილებლად უნდა იყოს და ის ერთი არის დასაბრუნებელი ტიპი. და ბოლოსში არის. ანუ მე თუ აქ strings დავწერე, ეს ნიშნავს იმას, რომ მეთოდი აბრუნებს string ტიპის მონაცემს. ყოველთვის ბოლო უნდა იყოს, ბოლოში უნდა გვეწეროს ეგ. მაგალითად, ორი რიცხვის ჯამი. ავიღოთ. აი ეს სამი ხო გვაქვს და ბარემ ეს გამოვიყენოთ. return a plus b. int-ი მქონდეს აქ. ეხლა ამ შემთხვევაში რა გვაქვს ხო? ორი რიცხვის ჯამი. ესე იგი, ორი პარამეტრი უნდა მქონდეს. და უნდა მქონდეს აუცილებლად დასაბრუნებელი ტიპიც, ხო? აქ. ამიტომაც func-ზე მე ვწერ int-ი და კიდე int-ი. ორი ეს პარამეტრებია, ეს არის დასაბრუნებელი ტიპი. მოდი func ერთი ერქვას უდრის. შეგვიძლია როგორც მეთოდი დავწეროთ აქვე. ასევე შეგვიძლია უბრალოდ მეთოდი ესეც დავწეროთ. ანუ შეგვიძლია გარეთ შევქმნათ და მე აქ დავწეროთ მეთოდი, ან პირდაპირ შეგვიძლია ესე დავწეროთ. ჩვენ წინაზე გითხარით უკვე. აი ესეთი სინტაქსით. დელეგატებს როცა ეხება საქმე, ამ დროს ესეთ რამე შეგვიძლია. უდრისი, ჭხილები უდრისი მეტობა და აქ წერ უკვე რაღაცას. აქ პარამეტრებს უთითებ. დავუშვათ int a, int b. და რომელიც დავუშვათ აბრუნებდეს a + b-ს, ხო? თვითონ აი კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ აი ამ ხაზზე, ერთ ხაზზე როცა იწერება, ჩვენ შეგვიძლია return-ი საერთოდ არ დავწეროთ და პირდაპირ a + b დავწეროთ. და უკვე იგულისხმება, რომ ეს აბრუნებს. ან აქ როცა return-ი არ არის, ესე იგი ნიშნავს, რომ return a + b-ა, იგივე. მაგრამ თუ ერთ ხაზზე არ გსურთ, შეგვიძლია პირდაპირ ესეთი ფიგურული ჭხლები გავაკეთოთ და აქ დავწეროთ return a + b. აი ეს. ესეც შეგვიძლია რომ დავწეროთ. მაგრამ წინადადაც შევქმენი უკვე ის. მოდი ამას დავაკომენტარებ უბრალოდ დაინახოთ. მოდი ამას პირდაპირ დავწერო, სამ მეთოდი მაქვს აგერ უკვე. და ახლა გამოვიძახებ ამას. გადავცემ 2 რიცხვს. თუ 3 დავუთხრი. ზოგა. მეტი არაფერი. ეს რა თქმა უნდა დასაბრუნებელი ტიპია. ახლა მე რო ეს გამოვიძახო, არაფერს არ დამებრუნებს, უბრალოდ დამებრუნებს, მაგრამ მე ვერ დავინახავ. მოდი დავაკონსოლოთ. აი ეს. ნაბა გავუშვათ. დავრინდა 7. ეხლა მე რო ესეთ რაღაცებს წერ ყოველთვის რიცხვები მომაქონე მაგალითად, იმიტომ რომ მემარტივება წერის კუთხითაც და რაღაც, მაგრამ თქვენ ჩათვალეს რომ ნებისმიერ ტიპზე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. რა დავალებაც იქნება. ნებისმიერ ტიპზე. string-ი, int-ი, char-ი, bool-ი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ასე ვთქვათ, ეს არის func-ი. ყოველთვის მე თუ ახლა მაგალითად func-ი მექნება. ესე. და
და დავუშვათ string-ი მაგ. ესე იგი ეს არის ისეთი დელეგატის ტიპი, რომელსაც პარამეტრები არ აქვს და აბრუნებს strings. იმიტომ რომ funcks-ზე შეუძლებელია, რომ რაღაცა არ დაბრუნდეს. აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რაღაცა. აი, მოდი ამას დავწერე, მაგალითად ის დავწეროთ. აი, 3 ხო მაგ. და აი მოდი დავუშვათ აქ void-ი მიწერია. ცოტა ხანი. აუცილებლად error-ზე გავაეხა ქვემოთ. იმიტომ რომ funky ეგეთია, რომ აუცილებლად უნდა დააბრუნოს რაღაცა. აქ ლოგიკა რაც ჩავსვით ჯერჯერობით, რომ თუ კი ისეთი მეთოდი მაქვს, რომელიც არაფერს არ აბრუნებს, მაშინ აუცილებლად actions გამოვიყენებ. და თუ ისეთი მეთოდები მინდა, რომელიც აბრუნებს რაღაცას ყოველთვის, მაშინ გამოვიყენებ funks. ასე რომ ეს რა ქვია, ერთგვარი რაც ახლა დასვნა გამოვიტანეთ, ხო? იმიტომ რომ funks-ზე მე ვერ დავაკავშირებ void-იან მეთოდებს, რა. ეს. აბა ჯერჯერობით თუ არ მეკითხვა. კარგი. სხვაების შესაძლებელია? ამ ბოლოს ძალიან რა ქვია, რომად ხართ. და თუ მაგალითად რაღაცა ის არის კითხვა, თუნდაც სახში ვერ გაიქეთ, აუცილებლად მითხარით. მომწერეთ, გავიაროთ call-ში ერთად. კარგი. ლუკა დუმს, აბა დუმს, მასალამ დაწერა, ხო? გეგა დუმს, გიორგი დუმს, ლიზიმ დაწერა. აი, გავაგზავნოთ მაშინ. მოდი გავაკეთოთ ისეთი მაგალითი funks-ზე, რომელიც უბრალოდ აბრუნებს string ტიპის მონაცემს, ხო? მოდი გადავაკეთოთ ეს და აი აქ მეწეროს return. და აქ string-ი. აი ეს გადავაკეთოთ. და action მეთოდი გამოვიყენოთ ეხა აქ. ეს ერთი პარამეტრი მაქვს და აბრუნებს strings, ხო? კაი. func 2 უდრის ესე. ხო? კაი. აბა მოდი გავარჩიოთ, რატომ მიბუნებს აქ errors? რატო ვერ შეთანხმდა ეხა ამასთან? ხო? ოკეი. აი მოდი კარგად გავარჩიოთ. ეს action მეთოდი მაქვს აგერ, რომელიც პარამეტრად იღებს strings და აბრუნებს hello plus name. აგერ ჩემი მეთოდი. ეხა აქ funky მაქვს string-ი, ჩვეულებრივ string-ს ხომ აბრუნებდეს. ცვლადი და action მეთოდი. რატომ ვერ ასე ვთქვათ, რატომ მეუნება errors? თქვენი აზრით. არ გაქვთ ვარიანტი? აგერ მაქვს action მეთოდი. string ტიპი არ პარამეტრში. აბრუნებს string ტიპს. აქ შექმნილი მაქვს funky, რომელსაც მიწერია, რომ string ტიპი უნდა იყოსო. და მიტებული მაქვს action მეთოდი. რატომ errors? რატომ მეუნება? თუ გაქვთ აზრი და თუ რამე ჩავერევი და გავაგზავნოთ. აი აბა just დავუვადოთ დასაბას. action methods პარამეტრები არ სჭირდება? action methods პარამეტრები აქვს. ნახე? action methods პარამეტრი აქვს ჩვეულებრივად. აქვს, როგორც მინდოდა ისე აქვს. name-ია და hello name. ეხლა დელეგატი მაქვს ესეთი func string func 2 უდრის action methods. ამას პარამეტრი აქვს კი.
მაგრამ რო არ გადავცემთ გადაცემას ჯერ არ მივსულ ვარ. აი ეხა გადავცემთ თუ გინდა აგერ ფანკურს დავწერ და დავწეროთ ეს რა ქვია ლიზა მაგალითად. მაგრამ ერორს მეუნება. ანუ გამოძახება ჯერ არ იმიტომ არ დავწერე რომ აქ უკვე იყო ერორი და მაგითო. რა პრობლემა არის? აბა ერთხელაც ვნახო ჩატი და თუ რამე ხო არაკლია. აქ? არა, ნახე, აქ წელს ვთქვი რომ აქ არ ვწერ ფრჩხილებს. აქ ფრჩხილები ნიშნავს უკვე გამოძახებას. მე არ ვიძახებ მეთოდს. მე აქ უბრალოდ ვინახავ მეთოდს და გამოძახება ხდება აი აქ. კაი. მოდი გავარჩიოთ ახლა ეს. Funks-ზე მე მიწერია string. ერთი რაღაც მიწერია მარტო. ესე იგი უნდა აღვნიშნებდე strings. ძალიან კაი. მაგრამ ამას პარამეტრი არ უნდა? Funks უნდა მივუთითო პარამეტრის რო აქვს. ანუ string. ეს string-ი აკეთებს პარამეტრის თემას, რომ პარამეტრი აქვს string ტიპის და ეს არის დასაბრუნებელი ტიპი. მიხვდით? ხო. ანუ ჩვენ გვაკლდა დასაბრუნებელი ტიპი. აქ რო არ იყოს პარამეტრი, აქ რო არ იყოს კი ბატონო. ნუ მაშინ სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ როცა აქვს პარამეტრი, აქაც function-ზე უნდა მივუთითო, რომ უნდა ქონდეს პარამეტრი. ასე რომ ერთი string, აი ბოლო აუცილებლად არის დასაბრუნებელი ტიპი და მარცხენა არის, ასე ვთქვათ, პარამეტრის ტიპი. ასე რომ მე დავიმახსოვრდ. ნუ ნელა გაჩნდება პრაქტიკაში, იმედია. წეს სტარტს უნდა იყოს რთული. აი, ეს იყო funks. აბა აი კითხვები თუ გაქვთ funks-ზე, action-ზე ეს რა უნდა იყოს კითხვები. funks-ზე აქ ცოტა გავუჭედეთ და აბა ვნახოთ თუ არის რამე კითხვა და თუ რამე გადავალ მესამეზე უკვე. აი. მე მგონი უკვე გასაგებია ყოფილიყო ეს funks. კარგი. მოდი ნუ ეხა პარამეტრებს რაც შეეხება, აქაც მე მგონი 16 პარამეტრი არის აი აქ. 16-ში შეგვიძლია დაწერო. ცოტა გავუტესოთ აბა. ეხა 17 მაქვს. ხო. აგერ 18-ზე უკვე გაჭედა. 18-ზე იმიტომ რომ ეს ხო დასაბრუნებელი ტიპია. და ესენი არის პარამეტრები. ხო, ესე იგი მაქსიმუმ გვაქვს 16 პარამეტრი. ამაზეც function-ს. კაი. string. კაი. მოდი გადავიდეთ ახლა მესამე, ასე ვთქვათ, დელეგატის ტიპზე, რომელიც არის predicate. მოდი აქ დავწეროთ action. ეს არის funky. და აი ეხა დავიწყოთ მესამე, ეს არის predicate. პრედიკატი. მე მგონი ესე ითარგმნება. ესე იგი, predicate არის ამ პრედიკატი არ ვიცი როგორც არის ქართულად. არის ისეთი დელეგატის ტიპი, რომელიც აბრუნებს მხოლოდ bool ტიპს. True და false. სხვას არაფერს არ აბრუნებს. არც strings, არც ints, არც chars. ეს predicate-ი მარტო განკუთვნილი არის bool ტიპისთვის. ანუ წერეთ predicates. ესე. და აი აქ ასე ვთქვათ, უნდა დავწერო დასაბრუნებელი ტიპი
აი რას გულისხმობ, ნახეთ. ეხლა აქ მე მგონი ისე შემიძლია. აბა დავწეროთ. არა, უნდა ხო, აუცილებლად. ხო. ესე იგი, predicate ესეთი ტიპია, რომელსაც აქ ნაკლებად მეტოდological აუცილებლად გვჭირდება. Represents the method that defines a set of criteria determines რაღაც. ანუ აუცილებლად აბრუნებს bool ტიპს ეს. ეხლა მოდი დავწეროთ რაღაცა. ცვლადი predicate 1 უდრის. ნუ აქ უნდა დავწეროთ ასე ვთქვათ, პარამეტრი. დავუშვათ int ტიპს იღებს. აი რაღაცა დავუშვათ მქონდეს მეთოდი და რომ დავადგინო დავუშვათ 1000-ზე მეტი არის თუ არა. აი აქ მქონდეს რაღაცა მეთოდი. static bool bool უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ bool-ს უნდა აბრუნებდეს და აი რაღაცა მოდი 18 წელზე მეტი არის თუ არა ეგ გავარკვიოთ. გადაეცემოდეს int ტიპის მონაცემი და გავარკვიოთ ახლა აქ ეს ნამი თუ არის მეტი ან ტოლი 18-ზე. აი ეს გავარკვიოთ. return ნამი მეტი ან ტოლი 18-ზე. ეს ან truth დააბრუნებს ან false, ხო? ესე იგი return true ან false. ეხლა მე რო ეს გავუშვა ცოტა აი აქ ესე დავწეროთ ეს bool-ს აბრუნებს პარამეტრია int და მოდი გავუშვათ ახლა ეს predicate 1 და დავწეროთ 20 ეს აბრუნებს ხო მოდი მაშინ დავუბრინდოთ true იგი ჭეშმარიტი ნამდვილად 18-ზე მეტი არის როგორც კი 2-ს დავწერა აქ იქნება რა თქმა უნდა false ის predicate ესეთი ის არის დელეგატი რომელსაც მხოლოდ ერთი პარამეტრი აქვს აქ predicate-ზე არ გვჭირდება იმის დაწერა რომ bool-ს უნდა აბრუნებს იმიტომ რომ predicate ისედაც ცხადია რომ bool-ს აბრუნებს განკუთვნილია მარტო bool ტიპისთვის და აქ იცება მარტო პარამეტრი რომელიც რამდენი შეიძლება იყოს 2 არაო არც 3 მეეჭება მხოლოდ ერთი პარამეტრი შეიძლება გქონდეს predicate-ს და რო წავშალო ამაზე რომ საკეთებს ანუ ნახეთ predicate ისეთი ტიპია რომელსაც აუცილებლად ერთი პარამეტრი უნდა გქონდეს სხვანაირად ვერ გამოვა აუცილებლად უნდა იყოს პარამეტრად ერთი პარამეტრი უნდა იყოს და ნუ ამას რა ტიპი ექნება მაგას მნიშვნელობა არ აქვს int string int char და int რაღაც არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მაგრამ აუცილებლად ერთი უნდა იყოს და ნუ ეს თავისთავად ცხადია რომ bool-ს აბრუნებს ეს არის მესამე predicate და ეხლა მარტივი კითხვა რომ დავსვა როდის რას ვიყენებ კაი ნუ ცხადია რომ თუ ისეთი მეთოდები მინდა რომელიც არაფერს არ აბრუნებს მაშინ ვიყენებ actions ნუ ეგ ცხადია თუ ისეთი ასე ვთქვათ ის მინდა დელეგატი ისეთი მეთოდები მინდა რომელიც აბრუნებს ასე ვთქვათ ან int-ს ან chars ან ასე შემდეგ ნუ ვიყენებ funcs და თუ მარტო bool-ს მინდა რომ აბრუნებდეს და მარტო ერთი პარამეტრი მაშინ predicate მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ეხლა predicate-ი რო შევადარო func-ი ხო ბევრად უფრო დიდ რამეს მოიცავს ანუ შეზღუდული არ ვარ func-ზე func-ზე შემიძლია მე რომ bool-ი დავწერო იქ აი აქ შემიძლია bool-ი დავწერო და ჩვეულებრივად იმას ვიზავ რა ქვია ჩვეულებრივად დავწერთ დავალებას ხო ნებისმიერ ამოცანას და თან პარამეტრებზე შეზღუდული არ ვარ რამდენიც გამიხედა და ინდექს დავწერ
მაგრამ predicate ეგრეა, რომ აუცილებლად ერთი ტიპი უნდა იყოს აქ და აბრუნდეს ფულს. რაც ცოტა, რაღაც შეზღუდულია რა. თლად კომფორტულად არ გამიხურება predicate. ასე რომ მე უბრალოდ გირჩევდით, რომ თუ სადმე დელეგატია, სადაც მეთოდებია, სადაც უბრალოდ რაღაცა ბრუნდება, მე ვიყენებ funcks. და თუ, ასე ვთქვათ, არაფერს არ აბრუნებს, მაშინ action. აბა ეს გასაგებია? და ზოგადად რაც ვისაუბრე. ოკეი. აი. და ზოგადად რაღაცა უბრალოდ დაგანახოთ. აი სადაც როგორ თქვა ვაკეთო. დავუშვათ ლისტი მაქვს რაღაცა. int-ის, რომელიც უდრის 1 2 3 4 ცოტა რა დავწერე. list 1 new list ეს ხო მაქვს. და აი დავუშვათ რაღაც გაფულტურა მინდა, ლუწკენტობა რო გავაკეთო. var result უდრის list 1 წერტილი where-ს ხო ვიყენებ. და სადაც item-ი უდრის item-ი პროცესის შემდეგ 2-ზე უდრის 0-ს, მაგალითად. ნუ დავადგინო ლუწები. ამ შემთხვევაში აი ეს რა არის? where მეთოდია, რომელშიც არის რაღაცა უკეთდება. აქ item-ი არის კონკრეტულად ის ელემენტი და აქ მუშავდება, ანუ წარმოგიდგენთ მეთოდია ჩვეულებრივი. ეს მეთოდია. რომელსაც პარამეტრად item-ი აქვს. ნუ შეგვიძლია ფშილებიც დავწეროთ აქ უბრალოდ არ ვწერთ ხოლმე, მაგრამ შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ. ფშილებია, პარამეტრი, რომელიც აი წეღან რო წერდი. ზუსტად არ გავს იმას რა ქვია, ანონიმურ მეთოდს. ნუ წეღან რაც დავწერე დელეგატებზე, როცა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ცალკე რო ვწერო. ეს ჩვეულებრივი მეთოდია. მაგრამ ეს მეთოდი ნახეთ რომ მივიტანო ცოტა where-თან. funky-ა. ეს მეთოდი, ეხლა ქვემოთ რაც აქ ხდება, ეს მეთოდი ცალკეულად. ნუ ყოველჯერზე ხდება, ხო? ეს მეთოდი იძახება ჯერ 1-ზე, მერე 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, ხო? ეს არის funky. ჩვეულებრივად. ცოტა მივიტანო. funky-ა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც პარამეტრად აქვს int-ი, მაგრამ აბრუნებს bool-ს. ხედავთ ხო, პარამეტრი ყოველთვის რიცხვი არის, ჯერ 1-ზე ამოწევს, მერე 2-ზე ამოწევს, მერე 3-ზე, მერე 4-ზე. მაგრამ დასაბრუნებელი ტიპი არის bool-ი. ნაიდოთ list-შიც კი რაღაც როცა ხდება, აი აქ link-ზე როცა ვისაუბრეთ ჩვენ, ხო? აი აქ ხო რაღაცა მოქმედებები სრულდება. ეს კონკრეტული მოქმედებები ხო ჯერ 1-ზე სრულდება, მერე 2-ზე, 3-ზე, 4-ზე. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი. ნუ შემთხვევაში ტიპი არის funky. დელეგატის თვითონ ტიპი. მეთოდის არის funky. რომელიც აუცილებლად int-ს რომელსაც აუცილებლად პარამეტრად int-ი აქვს და აბრუნებს bool-ს. ძირითადად ეს არის დელეგატებზე. რაში შეიძლება დაგჭირდეთ დელეგატები? რო გითხრათ რომ მე დელეგატები ხშირად მაგამოვყენებ, არა, იმიტომ რომ დელეგატები აი წეგან თუ დააკვირდებოდით, რაც შესამჩნევი არის ის რომ ერთზე მეტი მეთოდის მისამართი გვაქვს ცოტა, ხო? შეგვიძლია ეს. თვალში შევინახოთ ერთზე მეტი მისამართები. და ეს რა შეიძლება დავშვით? ეხლა ჩვეულებრივად ეხლა აქ ჩვენ როცა რაღაცა ამოცემს ვაკეთებთ, არაფერს არ დავჭირდება. მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში ეს დელეგატები სასარგებლო არის, როცა რაღაცა თამაშებს აწყობენ და იქ რაღაცა ერთზე მეტი მოვლენა უნდა, ანუ რამდენიმე მოვლენა შეიძლება ერთდროულად ხდებოდეს. და მაგ მომენტში ასე ვთქვათ, დელეგატში როცა გაქვს ასე ვთქვათ ერთზე მეტი მეთოდის მისამართი, როცა იძახებ რამდენიმე მეთოდი იძახება ერთდროულად და ნუ შეიძლება თამაშის დროს ხო ხდება რომ რაღაცა რამდენიმე მოვლენა ერთად ხდება, ხო?
ის კი არ არის რომ ერთ მეთოდში არის ყველაფერი ჩაწერილი. არამედ რამდენიმე მეთოდია და ერთ დელეგატში არის ჩასმული და მე ის იძახება. ამიტომაც ეგ ძირითადად ხდება ხოლმე, როცა თამაშებს აწყობენ Unity პლატფორმაზე. მაგრამ სხვა შემთხვევაში სხვაგან ესე გამოიყენება დელეგატი თუ არა. მაგრამ უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუნდაც ახლა აქ რო ლინკში როცა ხდება მეთოდი, ლინკში როცა ხდება ეს ფუნქციონალი, ესეც დელეგატი ტიპის არის, func ტიპის არის ამ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ძირითადად თეორიულ ხასიათს ატარებს. ანუ ვებ აპლიკაციებში, backend-ში დელეგატი ხშირად იყენება თქო, არა. აბა შემოვიდეთ chat-ში რამე გითხოთ თუ არა. აბა ყველამ დაწერეთ თუ იყო გასაგები, რაც ახსენე. ოკეი. კარ. კაი. იდეა რა შეიძლება ვთქვა დელეგატზე. მეტი არც არაფერი არის სათქმელი. წინა ლექციასაც ვიც არ იყურებიათ, უყურეთ აუცილებლად. დავალებებით გავაკეთოთ და მე მგონი სულ ერთი ლექცია რჩება. თუ ორი კვირა, თუ ერთი კვირა აღარ მახსოვს ზუსტად და ვრჩებით C# basic ნაწილს და გადავდივართ მოაცვთა ბაზებზე და ნუ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის და ბევრ რამეს ისწავლეთ. და მე აი ეს ყველაფერი რაც ვისწავლეთ C#-ზე, როგორ ვიყენებთ ამას უკვე backend აპლიკაციების აწყობისას, აი ეგეც ძალიან საინტერესოა. მე დავასრულე ლექციის ჩატარება. და კითხებს ველი თქვენგან და რავი თუ კითხვები არ არის და გასაგებია ყველაფერი, მაშინ დავემშვიდობოთ ერთმანეთს, შემდეგ კვირაში წესით გასაუბრებებს ჩავატარებ ყველასთან. მაინტერესებს ასე ვთქვათ. მაინტერესებს იმ წინა გასაუბრებების მერე როგორ აითვისეთ დანარჩენი ასე ვთქვათ საკითხები. ნუ ვინც ეხლა ხან გამოვკითხე მაგას ცოტა მოგვიანებით იმას გამოვკითხავ. და რავი, თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და აბა შევხვდებით სამშაბათს. ნებისმიერ კითხვაზე არ მოგერიდოთ ხალხო, აქ ვარ, მომწერეთ, გავისაუბროთ, გავარჩიოთ და გავაკეთოთ დავალებებით, თუ კი რამე გაგვიყარია. მაშინ დროებით. ნახვამდის. ნახვამდის, დროებით.